ამჯერად გვაქვს ორი მანქანის ვიდეო. დავასკვენით, რატომაც უშვებს ზეთს. ვა, სარაკაი რაღაც. ჩვენი ბიუიკის ამბები წინ მიდის და მოკლედ ხელოსანი იყო აქ მოსული და უკვე გადავწყვიტეთ, რომ სულ რაღაც 2 დღეში მივა ეს მანქანა და სრულად მზად იქნება შესაღებად სულ რაღაც 2 კვირაში. ასე რომ ამ მანქანასაც მივხედავთ, ჩვენი ბრონკო უკვე რიგშია, როგორც იცით და ეს გრჩებოდა. ამის მიხედვა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ ცოტათი უფრო მეტია სამუშაო ვიდრე ბრონკოზე. შესაბამისად, ესეც ძალიან კარგი დღის დასაწყისია, რადგან სულ რაღაც 2 კვირაში ეს მანქანა მზად იქნება შესაღებად. რაც შეუძლებელია, რომ არ გვახარებდეს. ვისაც გახსოვთ ჩვენი აუქციონზე შეძენილი CTO 200, აი ესე გამოიყურება უკვე აი გვესტუმრა, მოკლედ საკმაოდ სიმპათიური მანქანა გამოდგა. კარგად არის გაკეთებული თან სალონშიც, საკმაოდ კარგად გამოიყურება, სიმართლე რო ითქვას, გარბენის და მიუხედავად. აი ესეთი ადეკვატურად გაცვეთილი სალონია რა. ვერ იტყვი რომ რაღაცა ძალიან დიდი გარბენი აქვს. ძალიან მომწონს ხოლმე ჩვენი გამოწერილი მანქანები რო გვხვდება ქუჩებში, ხშირად ვცნობ ხოლმე და მოკლედ თუ გინდათ მანქანის გამოწერა, შეგიძლიათ მოიწეროთ, აი აქ გამოვანათებ ჩემს Instagram-ს ან Facebook-ს და მოიწერეთ, მოკლედ წამოვიყვანოთ თქვენთვისაც მანქანა. ჩვენი ბიუიკის ამბები გრძელდება და ეხლა ავიყვანთ ევაკუატორზე და ჩავიყვანთ ხელოსანთან, დავტოვებთ და როგორც იქნა ეშველება მანქანა. მოკლედ ჩვენი ბიუიკი არის მზად იმისთვის, რომ ჩამოვხსნათ და მოკლედ დაელოდოს თავის ეთიმს. სულ რამდენიმე დღეში დაიწყებს ეს მანქანა აღდგენისკენ გზას. და იმედი მაქვს, რომ 10-15 დღეში უკვე ვივლით ამ მანქანით. მოკლედ სადღაც ეგრე გვითხრეს, ზუსტად 1-2 კვირაში იქნება მზად, იმისთვის, რომ შესაღებად წავიყვანოთ. შესაბამისად, მოკლედ 2 კვირა არც ისე პატარა დრო არის, მაგრამ ბევრად დიდხანსაც ამიწყვია მანქანები, მაგალითად ჩვენი მუსტანგი, რომელსაც 2 თვე ვაწყობდით თავიდან ბოლომდე. ეხლა კიდე წავედით და ჩამოვაყუროთ ჩვენი ბიუიკი. ჩვენ ბრონკოთი მოძრაობთ, თან ამისთვისაც ვარჩევთ რაღაცებს, თან ბიუიკთან მოვედით და კარტერი მოვიტანეთ, აგერ ჩვენი ბიუიკიც გაჭიმვის პროცესშია. რა საინტერესოდ გამოიყურება. აქ რა კარგად გრილა. ესე იგი ჩვენი კარტერი მივუტანოთ პაციენტს. ზედავადოთ. ესე იგი პროცესი აი ესე გამოიყურება. ეს ყველაფერი იჭიმება, მე რაღაცა დროის მანძილზე ჩერდება, რომ მიიღოს ფორმა და აქ ყველაფერი ლაზერით და ასე შემდეგ, მოკლედ სამსახური დუღს. ესე იგი ჩვენი კარტერის ამბები. აქ არ ვიცი როგორ გამოჩნდება, მაგრამ ნამდვილად კარგად დავინახე. და ნამდვილად გაბზარული იყო. აქ შტეკერებთან გვაქვს რაღაც 1-2 პრობლემა, მაგრამ ჯერ მაგაზე საერთოდ არც კი ვფიქრობ. უნდა აიწყოს ეს მანქანა, მე გადავიდეთ და შტეკერებსაც მივხედოთ რა. ჯერჯერობით ყველაფერი სწორად მიდის, რამდენიმე დღე გავიდა, 5-6 დღე გავიდა თუ არ ვცდები და უკვე რამდენიმე დღეში ეს მანქანა მზად იქნება იმისთვის, რომ შესაღებად წავიდეს. ოღონდ შეღებამდე ჩვენს მოგვიწევს 1 ორგანო. გასაირნება ჩვენ შტეკერებს მივხედოთ, როგორც გითხარით და სანამ აქ ისვენებს ჩვენი ბიუიკი, ჩვენს ბრონკოს მივხედავთ, იმიტომ რომ 2 მანქანას ვეჭიდავებით, როგორც იცით, არხი გამოიწერეთ და ლაიქეთ ვიდეო და მე კიდე წავედი და მივხედავ 2 მანქანას. ჩვენი ბიუიკის ამბები გრძელდება და უკვე აი ასე გამოიყურება ჩვენი ბიუიკი. ბამპერი აყენია. კრილო აქ გასწორებულია.
კაპოტიც სულ ახალი ზედაყენია. გაჭიმულია ყველაფერი და სწორად დგას. აქ რადიატორებს არ მიაქციოთ ყურადღება, ეს გამოსაწევი არის და დადგება თავის ადგილზე. ეს კრილოც დამუშავებულია და მოკლედ ეხლა უკვე ჩანს ამ მანქანაზე პროგრესი. რაც ყველაზე მთავარი იყო და კოლოფის ამბები. კარტერი შევცვალეთ, ზეთები ჯერ არ დაგვიმატებია, ანუ არ დაგვიბრუნებია ის ზეთი უკან და არც დაგვიმატებია არაფერი, ეხლა მოვედი რამდენიმე დღე. მოკლედ რთული დრო მქონდა, მოვედი და ეხლა მივხედავთ ჩვენს მანქანას, ამასაც ჩვენი ყავისფერი ბრონკოც სახელოსნოში არის და თავის რიგს ელოდება იმისთვის, რომ მოიხოდოს და შეიღებოს საბოლოოდ და ჩვენ კიდევ მოძრაობთ და ეხლა დავიწყებთ ზეთების ჩასხმას. რათა შორის ზუსტად ჩვენს ყავისფერ ბრონკოზე საუბრისას აგერ საღებავი და მივდივართ ეხლა იმისთვის, რომ შიგნიდან შეიღებოს ყველა ნაწილი, სანამ დადგება და დაზაზორდება, რომ დროშიც მოვიგოთ და მოკლედ აღარ გაგვეწელოს, იმიტომ რომ დროში ნელ-ნელა უკვე იწელება და იწურება ჩვენი დრო ამ Ford Bronco-სთან და თან პლუს ჩეკები არის და როგორც გახსოვთ აბაროტებს აგდებ და ეგეც მოსაგვარებელია, ასე რომ ჯერჯერობით ვჩქარობთ ვიზუალურად რომ მოვხოდოთ ის მანქანა და მე უკვე ტექნიკურ მხარესაც მივხედავთ. წავედით. აგერ ჩვენი Ford Bronco-ც დგას და თავის რიგს ელოდება. საღებავიც მოვიტანეთ და ეხლა მივდივართ ისევ Buick-თან, სადაც ზეთი უნდა ჩავამატოთ. ზეთიც ვიყიდეთ, ზეთის ჩასაწყალიც ვიპოვეთ და მოკლედ ეხლა უკვე საქმე ტექნიკას მივანდოთ. მოკლედ ზეთი ჩავამატეთ და ეხლა მივდივართ შემდეგ ეტაპზე. ჩავასხათ ანტიფრიზი და წავიდეთ იქ, სადაც შეღებავენ ამ მანქანას ვაჩვენოთ და თუ რამეა დავტოვოთ კიდევაც და რაც მალე მოგვარდება ამ მანქანის ამბები, მით უკეთესი. მე მიმოხილვაც უნდა გადავიღო, იმიტომ რომ ესეთი ფასის მანქანა მე პირადად ჯერ არ მიყიდია და მოკლედ პირველი არის ამ ფასში ნაყიდი. ასე რომ რატომაც არ გაჩვენოთ და არ მოგიყვეთ ცოტა უფრო დეტალურად. მე მგონი ნორმალურად მუშაობს. ჩეკები უნთია, იმიტომ რომ ჯერჯერობით სენსორები და რაღაცები არის დაზიანებული. რამდენიმე შტეკერი არის დაზიანებული და ეგეც მოსახოდია, როგორც ვიცით. მაგრამ თვითონ სახალი ამბები მომწონს. სიმპათიურად გამოიყურება ჩვენი Buick-ი, როგორც მინიმუმ დაქოქილია და ზეთებს არ ღურის. როგორც მინიმუმ იქოქება და ეხა დარწმუნებული ვარ, რომ გაივლის კიდევაც. ასე რომ გადავედ მოკლედ აი ასე ჩვენი Buick-იც მოვინახულე, ჩვენი Bronco-ც მოვინახულე კიდევაც და ეხლა უკვე სამალი არის სამუშაოებისთვის ვამზადებთ. მანქანიდან გიერთდებით, იმიტომ რომ წვიმს და მოკლედ ჩემს კამერას დიდად არ უყვარს წვიმა და თან მინდოდა რომ მეთქვა რაღაცები, რაც თავში მიტიარებს და რაზე ვფიქრობ. აი ეხლა ვაკეთებ მოკლედ ამ Bronco-ს, ვაკეთებ Buick-ს და ვფიქრობ რომ საერთოდ არ მიხარია, რასაც ვაკეთებ. ანუ არ ვიცი, შეიძლება პერიოდია ეგეთი, შეიძლება ამინდი, არ ვიცი, მოკლედ საერთოდ არ ვარ იმ ეტაპზე, რომელზეც მინდა რომ ვიყო. ანუ საერთოდ არ მსიამოვნებს ის საქმე, რომელსაც ვაკეთებ. ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ საერთო ჯამში ის საქმე მომწონს, რასაც ვაკეთებ, ხო? მაგრამ აი ეს მანქანები ის არ არის, სადაც მინდა რომ ჩემი თავი დავინახო ხოლმე. ასე რომ რაღაცები უნდა გადავიფიქრო, რაღაცები უნდა შევაფასო ახლიდან, მოკლედ მე მგონი რაღაცა პატარა გზის ცვლილება მოგვიწევს. ან მანქანების მხრივ, ან რაღაცა სხვა ჯერ არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს, მოკლედ აი ეხლაც კი ყველაფერი რაც გულში მიდევს, უბრალოდ მოგაყარეთ და მინდოდა რომ მეთქვა თქვენთვის, იმიტომ რომ შეიძლება ვიდეოებზეც ჩანდეს, ну აი იმ ვიდეოზე შეიძლება ჩანდეს, რომ თლაც რაღაც გახარებული არ ვარ
არ მომწონს მოკლედ ის ვითარება, რომელიც ეხლა კი გზაში მყავს რაღაც საინტერესო მანქანა და ის მხიბლავს, ის მომწონს, იმაზე ცეცხლი მინთია და ეს მანქანები ვეღარ მრთავს რა, ასე ვთქვათ, ასე რომ რაღაცები უნდა შევცვალოთ, დონე აუწიო, მოკლედ რაღაცებს დრო უნდა დავუთმო. თქვენი აზრიც მაინტერესებს, ვიდეოების მხრივ იქნება, მანქანების მხრივ და თუ რაც არ უნდა იყოს, რჩევებს მივიღებ ყველანაირად, დიდი ხანია მიყურებთ, თქვენს თვალწინ ვიზრდები, შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ რამდენიმე წელი ამას ვაკეთებ და ყველაზე მნიშვნელოვანი წლები თქვენს თვალწინ გავატარე, კი პატარა არხია ჯერ, მაგრამ მაინც ერთგული მაყურებელი მყავს, რომელიც სულ თავიდან მომყვება, რაც ძალიან მიხარია. ეგ ნამდვილად ახარებს ჩემს გულს. მოკლედ, აი ეს ორწუთიანი ისეთი ჩართვა მქონდა ჩემ მენტალური მდგომარეობის. ეხლა კიდე წავედით და ისევ ვაგრაინდოთ, ისევ ვატრიალოთ ის მანქანები, ისევ ვიბრძოლოთ ჩვენი მიზნებისთვის. წავედი. ჩვენი ბიუიკი სანამ არაფერს არ შვება და შრება თუ მოკლედ რაც არ უნდა ხდებოდეს ამ შეღებაზე, იწელება შეღება, წავიყვან და ელექტროობას მივხედო. ასე გადაწყდა, დროში უნდა მოვიგოთ, იმიტომ რომ ზედმეტად დიდხანს ვაწყობთ ერთ პატარა ბიუიკს. შესაბამისად, წავედი ახლა მე ელექტროობის მისახიდად. მოკლედ ჩემი ისტორიები არ ჩერდება. არ მიდის მანქანა გასვაჭერდა, მოკლედ აქ შეცდომას წერს. ძრავის ძალა არის შეზღუდული მოკლედ და ესე მიწევს ძალიან ნელა. უკან აი პროპკა გაიჩნდა. მაგრამ ვცდილობ თანაღმართია და მიდიქხო. Coaching. Why? Answer. Oh. Ciao, creda. Gaat sticky. Ik gewoon zo dat mijn gamma dan. Kijk. Masra. Midi. ერთი 3 წუთი კი შევაყოვნე ის ხალხი აქედან, რავი თუ მიყურებთ რომელიმე მაპატიეთ, ჩემზე არ იყო დამოკიდებული. You can say phone, audio or on stop. ამას შეხედეთ მივდივარ რამდენით რავი 15-ით. Like this, call 555-1212 to quickly change what is playing on an audio system. საინტერესო სამსახური მაქვს. 5 კილომეტრი საათში. 5. მე სანამ ასე ხალისიანად გამაგდრო, თქვენ შეგიძლიათ არხი გამოიწეროთ და ვიდეო დაალაიქოთ. აღმართია და ისევ გავიჭედეთ. მაგარია. ესეთი ხრიკი დავამუღამე. ავე რამდენიმე წამი უნდა გავიდეს. ჩვენს არაერთოდ არსად არ გვეჩქარება. მე სანამ მიხვდა რა ხდება, უნდა დავაჭირო გაზს და წავიდეთ. მიდი, ჰა. რა
რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავატაროთ. კაი, მოკლედ, გავატარეთ. დავეთ. მიდი, ბოლო რივოგზე ვართ. მიდი გთხოვ ცოტაც. მოვედით. ჩვენი ბიუიკის ელექტროობა არის მოგვარებული, თლიანი შტეკერები რაც იყო დაგლეჯილი, ყველაფერი რიგზეა ხა, როგორც მითხრას ბიჭებმა ჩვეულებრივ იქოქება ტურბინასაც ხსნის და შესაბამისად ის შეზღუდვა ძრავს, რომელიც ჰქონდა და რის გამოც გავიჭედე და რა ვიცი 200 მეტრი ნახევარი საათის მანძილზე ვერ გავიარე. ეხლა უკვე ეგრე აღარ იქნება. ერთადერთი რაც დაგვრჩა არის ტემპერატურის სენსორი, რომელიც სავარაუდოდ ბამპერზე აყენია, ბამპერის ელექტროობაზე, ანუ თვითონ კაბელზე. და მე მგონი ეგ არის. ხო და აი ეს შტეკერი, რომელიც არის აკუმულატორის სენსორი, მოკლედ ეგეც აკლია გატეხილი იყო და მოკლედ ეგ გვაქვს საყიდელი. სხვა მხრივ ყველანაირად ნორმალურად მიდის, აქ ამბები არც ჩეკიანთია, ჯერ შეიძლება აინთოს იმის გამო, რომ ტემპერატურის სენსორი არ აყენია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ყველაფერი რიგზეა და ეხა წავალთ სახლისკენ. აგე ბენტლი მოვუყვანე აშოტას. მოდი, ეს კამერაზეც მივესალმო. აჰა. მოიცამე მეორე მხრიდან მოვიდე. აქ სტაბილურად კვირაში ერთხელ მოვდივარ ხოლმე აშოტას. ჩემს ანახავად. აშა. გასაღებით გადაეცა. ესე ვაკ მომასავაკე. ვედები ხო? ღვედები შენ გაკ ჭერში აირბაგებს სვავთ და ეს ბოლომდე გადაჭრილია, ხო? ხო, ეგენი ჩაჭრილი იყო და მამამ მოჭრა მთლიანად. აზრი არ ხარ. ხო, ანუ ჭერს რას ჭერს აღვადგენთ. უნდა გადავკრებო? არა. აღიბრეს. ხო, დახეული არა, რავი რა, თავარი არ დაეთქო რაცა. ხო, გაუთავდება და ეგ არის. ო, რავი, ხოხთა თავაწყო, და მე გავუთავდა და ეგ არის, რა. სხვა რა გვინდა სკამი? ხო, ეს კამის გაკერვა გვინდა და ეგ არის. უკანაც არის. წინ და უკან. წინაც გახსნილია, ხო? აგი უკან. უკანაც არის. ხო, აი ეს პატარა ნახე. ხო, მაგას უკვე შეხედავს მაგაში და. ოკეი. Короче, 10 დღეში დაგიბრუნდებით. უნდა 1-10 დღე? 10 დღე არა, განაში შეჭიმავ, რა უნდა. დღე 3 საათში მოვალ. ო, არა, 3 საათი არა, საათში მოდივართ. დავაი ბრატ. მოკლედ დავიძარით ჩვენ 3 დღეში მოვალთ და ეს მანქანა მზად იქნება სალონში როგორც მინიმუმ. მე უკვე ვიზუალსაც მიეხედები. უკვე საკმაოდ კარგად მოძრაობთ, ეთყობა პროგრესი, ეთყობა უკვე რომ ვმუშაობთ რეალურად ამ მანქანაზე და ყველაფერი სწორად მიდის, საქარე მინაქვჩება. მოკლედ კარგია. კი, ნელა დავიწყეთ, კი რაღაცა ეგრევე პროგრესი არ დაეთყო, მაგრამ ეხლა უკვე აი ეს ყველაზე სასიამოვნო მომენტია, როდესაც თითქმის დაამთავრე, როდესაც უკვე კულმინაციას უახლოვდება მანქანა და იცი რომ ეგ არის. ცოტა გადარჩა და მზად იქნება. Ford Bronco არის მზად, შეღებილია, საკმაოდ ლამაზი ფერის არის, სიმპათიურადაც გამოიყურება. აი ესე გარაჟის სინათლეში ვიფიქრე რომ მეთქი გადავიღებ და ვაჩვენებ თქვენ. სანამ ჩვენი ბიურიკის ამბების მოგვარებას დრო ჭირდება და სალონი აღდგება, ჩვენ კიდე პარალელურად ჩვენს Ford Bronco-ზე ვმუშაობთ. ეხლა ავიყვანთ ამ მანქანას
ესე მოვკიდებთ ხელს, ჩავაგდებთ ცივად გასწორებაზე, საბარგულს ვავასწორებთ და თითქმის მზად არის. პოლირება დაგვრჩება და დავუშვებთ ამ მანქანას და გავაგრძელებთ ჩვენს ფლას საოცნებო მანქანებისკენ. აბა წავედით, წავიყვანოთ ეს მანქანა შემდეგ ეტაპზე.